დილა მშვიდობისა, სამედიცინო თემით გამოგზავნებთ ეთერს 9:33 წუთია თბილისის დროით და ზამთრის დადგომასთან ერთად იმატებს ვირუსული დაავადებების მოიხსენებათ მაღალი რისკის ჯგუფებში. კი, ძალიან კარგი ამბავის არის, რომ უფასო აცრები ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო, თუმცა 1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით უკვე სეზონური გრიპის ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის არის უფასო, მაგალითად მე გუშინ ავიცარი, როგორც კი გამოცხადდა და ეგრევე წავედი და გავიკეთე ვაქცინა. ანუ რიგებიც დიდად არ არის. რიგებიც არ არის, ხო. უფრო დეტალურად უფასო ვაქცინაციის შესახებ ახლა თამარ ბუბაშვილი გვეტყვის, რომელიც გვიერთდება პირდაპირ ეთერში. თამარ, დილა მშვიდობისა, შენ თუ გაიკეთე აცრა? დილა მშვიდობისა, კი ნინო, მე უკვე გავიკეთე აცრა რამდენიმე დღის წინ, სამწუხაროდ არ მიფიქრია, რომ ასე მალე დაიწყებოდა უფასო ვაქცინაცია ყველა ჯგუფისთვის და ამიტომ მოკლედ ჩვეულებრივი კომერციული ვაქცინა გავიკეთე რამდენიმე დღის წინ. როგორც უკვე აღნიშნეთ, 15 ნოემბრის ჩათვლით ყველასთვის უკვე უფასო არის გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება, არსებობს ათეულობით კლინიკა მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც შეგვიძლია მივიდეთ და ეს მომსახურება უფასოდ მივიღოთ. ამ კლინიკების ჩამონათვალი ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე დამატებითი ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელხაზეც 15.05 და აი ასე შეგვიძლია გავიგოთ თქვა ჩვენ საცხოვრებელ სახლთან რომელი კლინიკა არის, სადაც შეგვიძლია რომ უფასოდ გავიკეთოთ ეს ვაქცინაცია. ეკა ადამია არის დღეს ჩვენთან ერთად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ქალბატონო ჩვენ ვთქვით, რომ არსებობს კლინიკების ჩამონათვალი, მთელი საქართველოს მასშტაბით არის ათეულობით კლინიკა, თუმცა ადამიანი როდესაც გაიგებს, თქვათ, მის სახლთან ახლოს, რომელი კლინიკას შეუძლია ამ აცრის უფასოდ გაკეთება, შემდგომ თუ არის საჭირო რაღაც გარკვეული პროცედურები, თქვათ, ექიმის მიმართვა ან რაიმე დამატებითი ცნობა იმისთვის, რომ ვაქცინაცია გაიკეთოს ადამიანმა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიახ, ვაქცინაცია დაიწყო ყველასთვის და ის არის უფასო. შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მიმართოს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სამედიცინო დაწესებულებას, სიაც გამოქვეყნებულია ჩვენს ვებგვერდზე. 300-მდე დაწესებულება არის ამ დროისთვის ჩართული და ჩვეულებრივად მიიღოს გრიპის ვაქცინაციის სერვისი უფასოდ. ექიმის შეფასების პროცესი ხდება თავიდან იმისთვის, რომ განსაკუთრებით არ იყოს დაფიქსირებული რაიმე მწვავე პროცესი, სხვა შემთხვევაში პრობლემა არ არის, ვაქცინაცია ყველას შეუძლია რომ ჩაიტაროს და რამე განსაკუთრებულ მიმართვას არ საჭიროებს არსად. ანუ ეს ვაქცინაცია შესაძლებელია 6 თვიდან რომ ჩატარდეს, თუმცა ძალიან ხშირად თქვათ ის ადამიანები, რომლებიც არიან ალერგიულები, ხშირად ან თავს იკავებენ, ან თქვათ რაღაცნაირად უფრთხიან ხოლმე ამ ვაქცინას. ამ შემთხვევაში თქვათ აი ასეთმა ადამიანებმა რა უნდა მოიმოქმედონ, თუ არის საჭირო რაღაცა წინასწარი მომზადება, ან თქვათ რა შემთხვევაში ვამბობთ, რომ არ შეიძლება და არ კეთდება ეგრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. მოგახსენებთ, განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას, რომ გრიპის ვაქცინაცია ეს არის ერთადერთი ეფექტური საშუალება გრიპის საწინააღმდეგოდ. ის არის ძალიან მარტივი ინაქტივირებული ვაქცინა, რაც თავარია და ხაზი უნდა გაესვას ასევე, რომ არის ძალიან მაღალი ხარისხის ვაქცინა, რეალურად არ აქვს არანაირი უკუჩვენება და ის შეუძლია ჩაიტაროს ყველა პირს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დასაშვებია 6 თვის ასაკიდან უკვე მისი გაკეთება. რაიმე განსაკუთრებული უკუჩვენება არ აქვს, თუ განსაკუთრებით მწვავე პროცესი ტემპერატურული რეაქცია არ არის ადგილობრივად მიმდინარე ეტაპზე, ჩვეულებრივად ყველა ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს. თუ რაიმე განსაკუთრებული ალერგიული რეაქცია აქვს, ეს რა თქმა უნდა ექიმის პრეროგატივა, ამ შემთხვევაში ექიმმა შეაფასოს რამდენად არის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მრავალი წელია უკვე გრიპის ვაქცინაციას საქართველოში ვატარებთ და პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა არც ერთი გართულება ან რაიმე სახის პრობლემა ვაქცინაციის პერიოდში. ანუ აუცილებელი არის და მთავარი ის, რომ აცრის გაკეთების დროს თქვათ არ ვიყოთ ავად, არ გქონდეს რაღაცა დაავადება გამწვავებული, დანარჩენ ასეთი უკუჩვენება არ არსებობს და ხშირად ის გვაინტერესებს ხოლმე, ანუ ორსულები და ლაქტაციის დროს შესაძლებელი თუ არის თუ არა ამ ვაქცინის გაკეთება. პირიქით აუცილებელია, ასე ვთქვათ, ორსულები არის სწორედ ის კონტინგენტი, რომელიც აუცილებლად უნდა აიცრას, რათა ორსულობის პერიოდში თავი დაიცვას გრიპის ვირუსისგან და პრობლემების გარეშე იმართოს მისი ორსულობა. ამდენად ჩვენ ორსულებისთვის, რომლებიც შეიძლება მთელი წლის განმავლობაში დაფუძნდნენ, პრაქტიკულად ვინახავთ ამ ვაქცინას, რომ მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია მათი ვაქცინაცია. ასე რომ პირიქით ყველა ორსულს ვურჩევთ, რომ და ასევე იმათ, ვინც აპირებს
ორსულობას, აუცილებლად ჩაიტარონ ვაქცინაცია და ესე ვთქვათ, მოემზადონ მომზადებული დახვდნენ გრიპის ვირუსის შესაძლო ცირკულაციას. როგორც წესია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ შემოდგომის ანუ ბოლოსკენ, ასე ვთქვათ, ნოემბრის ბოლოდან იწყება გრიპის ვირუსის გააქტიურება. თუმცა ჩვენ როდესაც ვთქვათ, შეუძლოთ ხვდებით ან სიცხე გვაქვს, ან სურდო გვაქვს, ხშირად ვამბობთ, რომ აი გრიპი გვაქვს. რეალურად დღეს უკვე დაფიქსირებული არის თუ არა საქართველოში გრიპის შემთხვევები და როდიდან ელოდებით, ასე ვთქვათ, მატებას. ტრადიციულად გრიპის ვირუსის ცირკულაცია იწყება შემოდგომაზე, ანუ მისი ცირკულაციის პერიოდია შემოდგომა, ზამთრის ან ადრეული გაზაფხულის პერიოდი. შემოდგომიდან უკვე ველოდებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მონაცემებით დღეისათვის გრიპის ვირუსი საქართველოში დაფიქსირებული არ არის. არის სხვადასხვა მოცირკულირებული ვირუსები, განსაკუთრებით არის რინოვირუსები აქტიური, თუმცა რაც შეეხება უშუალოდ გრიპის ვირუსს, მისი ცირკულაცია ჯერ არ დაფიქსირებულა. სავარაუდოდ ნოემბრის თვეში უკვე მოსაოდნელია რომ გამოჩნდეს შემთხვევები და ამის შესახებ ინფორმაციაც მოგეწოდებათ დაინტერესების შემთხვევაში. რამდენად სახიფათოა თვითონ გრიპის ვირუსი, იმიტომ რომ რაღაცა ჩვენ როგორც ჩვეულებრივ გაციებას, ხან სიცხე გვაქვს, ხან შეიძლება რაღაც სხვა სიმპტომი გქონდეს, ანუ რაღაცა განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევთ ხოლმე, ამის გამოც ადამიანები ზოგჯერ შეიძლება არ აიცრან, იმიტომ რომ კარგით რა გავცივდები, მე არ აუშავს. ანუ თვითონ ეს გრიპის ვირუსი, რომელზეც აი ეს ვაქცინაცია მოქმედებს, რამდენად სახიფათოა და განსაკუთრებით თქვათ, ვინ უნდა იყვნენ ყურადღების ქვეშ. დიახ, გრიპის ვირუსი თუ ჩვეულებრივმა ჯანმრთელმა ადამიანმა შეიძლება ძალიან მარტივად გადაიტანოს, ის შეიძლება მომეტებული რისკი იყოს გართულებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რისკის ჯგუფები, რომლისთვისაც თავიდან პირველ ეტაპზე იწყება ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია, განსაკუთრებით აუცილებლად იყვნენ ისინი აცრილები და დაცულები, რათა ეს მომეტებული რისკი, რაც გააჩნია მათ მდგომარეობას, ასე ვთქვათ, არ გართულდეს შესაძლო გრიპის გართულებებით. სხვა შემთხვევაში გრიპის ვირუსისგან დაცვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ჯანმრთელ ადამიანს, ჩვეულებრივად, რომ რეალურად ეს შეიძლება არ იცავდეს სრულად გრიპის ვირუსის გადადებისგან, მაგრამ მარტივად გრიპის ვირუსის დამარცხებაში ეხმარება და აძლიერებს ორგანიზმს. თამარ, ერთი შეკითხვა მაქვს. სტუდიაში აქვს შეკითხვა, გისმენთ ნინო. დიახ, ალბათ ეკასთან მაქვს ასეთი შეკითხვა. ვადები მაინტერესებს. როდის არის რეკომენდაცია, კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, როდის უნდა გავიკეთოთ, როდის არის ძალიან კარგი და უმჯობესი გაკეთება და როდის არის დაგვიანებული, აი მაგალითად იანვრის თვეში, მარტში, აი რომ განვმარტოთ ეს დეტალები მაყურებლისთვის. დიახ, სტუდიაში აინტერესებთ, როდის არის ყველაზე კარგი პერიოდი ვაქცინაციის ჩატარების და არის თუ არა ისეთ შემთხვევა, რომ თქვა დაგვიანებულია, მაგალითად იანვარში, თებერვალში თუ ჩავიტარებთ გრიპის საწინააღმდეგო აცრას თუ გავიკეთებთ, ამ შემთხვევაში დაგვიანებული ხომ არ იქნება და როდის არის საუკეთესო დრო ვაქცინაციისთვის? დიახ, ძალიან კარგი შეკითხვა. გრიპის ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი, სანამ გრიპის ვირუსი აქტიურ ცირკულაციას დაიწყებს. ეს არის რეალურად შემოდგომის პერიოდი, ან იდეალური დრო არის გრიპის ვაქცინაციისთვის. როგორც მოგეხსენებათ, გრიპის ვაქცინას გასააქტიურებად, ასე ვთქვათ, ორგანიზმის იმუნიტეტის სასამაღლებად ესაჭიროება დაახლოებით 2 კვირა და 2 კვირის განმავლობაში უკვე ყალიბდება ის იმუნიტეტი, რითაც უკვე შეგვიძლია რომ შვიდად შევხვდეთ გრიპის ვირუსის ცირკულაციის დაწყებას. როგორც მოგახსენეთ, საქართველოში ამ ეტაპზე გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, ამდენად მიმდინარე პერიოდი არის საუკეთესო და ჩვენ გვაქვს ეს ასე ვთქვათ წინა პერიოდი იმისთვის, რომ გამოვიყენოთ ეს დრო, სანამ ვირუსი აქტიურ ცირკულაციას დაიწყებს და მოვემზადოთ გრიპის ვირუსის დასახვედრად. ძალიან დიდი მადლობა, ეკა ადამია იყო ჩვენთან ერთად. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბრის ჩათვლით უკვე ყველას შეუძლია უფასოდ ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მე დაგემშვიდობებით, ჯანმრთელობას გისურვებთ. მადლობა თამარ ბუბაშვილს და მის რესპონდენტს ქაბატონ ეკა ადამიანს.